მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სოლიდარობა მზია მადლობებს და ყველა სინდისის პატიმარს. ყირიმკონგოს ცხელებით ერთი პირი გარდაიცვალა ასპინძის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ ინფორმაციას ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ და გვეუბნებიან, რომ პირი 50 წლამდე ასაკის იყო და იგი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის თქმით, წერს მუნიციპალიტეტში ყირიმკონგოს ცხელების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ადგენში და ბორჯომში წერს დაავადება არ დაფიქსირებულა. ახალციხის მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მუნიციპალიტეტში წერს ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე მათგანი გამოჯანმრთელებულია. დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ყირიმკონგოთი ადამიანის დაავადების 80%-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოდის. მათივე ინფორმაციით, ყირიმკონგოს საწინააღმდეგოდ 5508 მსხვილფეხა საქონელი დაამუშავეს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მომღერალი ზურაბ ხაჩიძე რუსეთში იმყოფებოდა. როგორც იგი ჩვენს რედაქციას ეუბნება, ის რამდენიმე დღის წინ წმინდა ადგილების მოსალოცად იმყოფებოდა და ამაში საბულინგოს ვერაფერს ხედავს. მისივე ინფორმაციით იგი ამჟამად საქართველოშია. იმის შესახებ, რომ ხაჩიძე რუსეთში იმყოფებოდა, ინფორმაცია ბათუმელებმა გაავრცელა და თან დაურთო ფოტო, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის გვერდიდან იყო აღებული. ზურაბ ხაჩიძე რუსეთიდან ვიდეოს საშუალებით მოქალაქეებს რესტორან ჩემთანში ღონისძიებაზე ეპატიჟებოდა. ამჟამად ვიდეო მასალა წაშლილია რესტორანის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ ვიდეო მასალა ბულინგის გამო წაშალეს. ამაზე ხაჩიძე გვპასუხობს, რომ საბულინგო არაფერია. Რამდენიმე დღით ვიყავი მოსალოცად წმინდა ადგილების და რა არის. გოვერნმენტმა დამპატიჟა და წავედი და ვიყავი მოსალოცად ამ ბაზარში მათ შორის და ახლა ამჟამად საქართველოში ვარ იმაში პეტერბურგში ნამდვილად. რა არის ამაში ცუდი ან დანაშაული არ მესმის ნამდვილად. ამბობენ რომ ეს რაღაც ბულინგის გამო მოხდა აი ამ ხაჩიძის ვიდეოც წაშლაო. ვიცი, ნამდვილად საბულინგოს ვერაფერ ხედავ. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გადადგა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გომელაურმა გადაწყვიტა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. გომელაური გელა გელაძემ ჩაანაცვლა. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელაძე დღეს წარადგინა. გელაძე ამ დრომდე ქართული ოცნების მთავრობაში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო. ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე ორი ტაბლო არ მუშაობს. როგორც მერიაში გვეუბნებიან, პროგრამული ხარვეზია და შეკეთდება, თუმცა კონკრეტულად როდის არ ასახელებენ. ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებთან საინფორმაციო ტაბლოები 18 აპრილს ჩაირთო. 9 აპრილის ქუჩაზე ტაბლოები რამდენიმე დღე მუშაობდა, თუმცა ახლა ის ტრანსპორტის განრიგის ნაცვლად მხოლოდ დროს აჩვენებს. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Regions. გმადლობთ რომ გიყურებთ. დროებით.